არის ის შემთხვევა, როდესაც განსაკუთრებულად ვიწევთ მამაკაცთა საზოგადოებას. მოეხსენება ჩვენს მაყურებელს, რომ ქალთა პოპულაციაში ყველაზე გავრცელებული სიმსივნე გახლავთ სარძევი ჯირკვლის სიმსივნე, თუმცა თუ კი შევეხებით მამაკაცებს, ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ასეთი კატეგორიის, ასე ვთქვათ, დაავადება გახლავთ სათესლე ჯირკვლის კიბო. თუმცა დროულად აღმოჩენის შემთხვევაში იგი მარტივად იკურნება. მეტნაკლებად ქალებმა უკვე ვისწავლეთ, რომ სისტემატიურად თვითგასინჯვა შეგვიძლია საკუთარი ძალებით მოვახდინოთ, თუმცა რა ხდება მამაკაცების შემთხვევაში ამ მხრივ? ხო, თიკა გეტყვი, რომ ესე იგი სათესლე ჯირკვლის სიმსივნე საბედნიეროდ არც თუ ისე ხშირი სიმსივნე არის მამაკაცების, წამყვანი არის უფრო პროსტატის სიმსივნე, ძირითადად ხდება 15-დან 45 წლის ასაკში. მშობლებმა ახალგაზრდა მშობლებმა უნდა მიაქციონ, ბავშვს დაბადების შემდეგ, კრიპტორხიზმი არის, როდესაც ცალის სათესლე არის, ჯირკვალი არის, ხო და ხო არა, იმიტომ რომ ის მაღალი ტემპერატურა იწვევს რისკი მატულობს. შეუძლია სწრაფად დიდი ზომაც მიიღოს რა. ამას შეამჩნევს, მაგრამ უკვე დიდი ზომა ნებისმიერი წარმონაქმნი უფრო რთული მენეჯმენტია, ხო, სამართავია, ვიდრე ბავშვად თავიდანვე, ხო? და ამიტომ ისე როგორც ქალბატონები ეს გასინჯვით შეუძლია ადრეულ სტადიაზე იპოვოს რაღაცა უბანი, გამაგრების, შებერილობის და ასე შემდეგ, იგივე თემა არის ზუსტად მამაკაცებში. მაშასე, ალბათ მივხვდით, რატომაც გიხმოვდით მამაკაცებს განსაკუთრებულად კარგი მოსმენისკენ, რადგანაც ახლა ვისაუბრებთ იმაზე, თუ როგორ შეიძლება ეს მოახერხოთ თავად. კი ბატონო. კაპის მიღების დროს უფრო მარტივია, თქვა რომ თვით შემოწმება ფოტოშოპის ქალებსაც ჩხაპის მიღების დროს ურჩევენ. უფრო ადვილია? უფრო ადვილია, ხელზე მომხვდა. უფრო კარგად დასწრია. ხელზე მომხვდა. მოკლედ, ნორმალურად ანატომიურად მამაკაცს აქვს ორი სათესლე ჯირკვალი. ერთი და იგივე დონეზე ხშირად არ არიან და ზომაც განსხვავებული არის რა. ამაზე ნუ შეშფოთდება, რომ ერთი დიდია, მეორე პატარაა რა. ეს ნორმაა. ოკეი? ძალიან მარტივად, საჩვენებელი და შუა თითის საშუალებით, ვაფიქსირებთ, ესე ვთქვათ და ზედაპირს უკეთებთ ცერათითით პალპაციას. არ უნდა დავაწვეთ, არ უნდა ჩავჭრდეთ, იმიტომ რომ ტრავმას მივაყენებთ. უბრალოდ ვაფიქსირებთ და ნაზად ვათვალიერებთ ესე პალპაციით ზედაპირს, ოკეი? და უნდა იყოს გლუვი და არ უნდა ქონდეს რაიმე ამბურცულობა, ან პირიქით ჩაზნექილობა, ეს ითვლება ნორმად. შესაბამისად, თითით ვათვალიერებთ. ხო, გარედან ხო, აი ეს არ უნდა გააკეთოს რა. ამ ლოგიკით არც აქ არ უნდა მიაჭირო არაფერს, უბრალოდ რაღაცნაირად ხო, რბილად. ნუ რაც რეკომენდაციაში რაც არის, ყოველთვიურად უნდა გაიმეოროს მამაკაცმა ეს პროცედურა. ნუ სასურველი ახლა რო არ დაავიწყდეს, მაგრამ შეიძლება რაღაც გარკვეული რიცხვი აიღოს. თავის დღე კონსულტაციის დღე მოიხოს. არა, თან ასობს თუ დაავიწყდეს. რო არ დაგვავიწყდეს. 45 წლამდე ეს ახალგაზრდა კაცებს ეხება. უფრო მეტად ავთვისებიანის შემთხვევაში და მნიშვნელოვანია. და თან ადრეული აღმოჩენილი ეს ავთვისებიანით რო იყოს ეს წარმონაქმნი 90%-ში სრულად განკურნებადი. და ნუ რა თქმა უნდა, ეხლა თუ რაიმე საეჭო და აღმოაჩინა მამაკაცმა სათესლე ჯირკვალში, აუცილებლად უნდა მიაკითხოს ექიმს. როგორც თქვი, თინეიჯერებსაც უნდა დავასწავლოთ ეს ყველაფერი, არ ვიცი, გინდათ ეს გადაცემა გაუზიარეთ, გინდა თვითონ მოუყევით თქვენს თინეიჯერებს, თუ კი გყავთ გარშემო, რომ ეს საჭიროებად გას, რადგან სასაკობრივი სწორედ ამასაკიდან იწყება თინეიჯერობა. ვიტყვი, ეს არ არის არანაირად სასვირცხვილო და ასე შემდეგ, ეს არის ჩვეულებრივი კულტურა, რითიც შეგიძლია აიცილო ძალიან მნიშვნელოვანი პრობლემა. კი, როგორც ამოწმებ რაღაცეებს საკუთარ გარეგნობაში, მოდი ესე ვთქვათ, პერიოდულობით, ასევე შეიძლება ამის შემოწმება. ხო, რაც ახლა აქამდე ვნახეთ, ეს ვთქვათ, ეს იყო საბაზისო შემოწმება, თუმცა არსებობს კიდევ სამი რამ, რაზეც დღეს გვინდა გავამახვილოთ ჩვენი ყურადღება. ეს სამი რაღაცა თუ ვიპოვეთ, მაგრამ არ არის ის რომ პანიკაში უნდა ჩავარდით. მოდი მაშინ ყურადღებით დავათვალიეროთ ის სამი ნიშანი, რომელიც არ უნდა გამოეპაროს მამაკაცს. პირველი ვარიანტი არის, სათესლე ჯირკვალმა შეიძლება მიიღოს ტრავმა. შეიძლება ეს ტრავმა მამაკაცმა მიიღოს, ფიზიკური დატვირთვის დროსაც, რაღაცა მძიმის აწევა ან დიდ მანძილზე სირბილი და ამ დროს ხდება შეშუპება. ტრავმა უშუალოდ მოხდეს და ამიტომ თუ ტრავმა რაღაცა დაჭიმულობით და ასე მოხვედრით შეიძლება. კი, შეიძლება პირდაპირ მოხვედრა, ხო? ამ დროს შეიძლება რომ შესივდეს, მაგრამ ეს შესიება რამოდენიმე დღეში, 2-3 დღეში თვითონ უნდა ალაგდეს. მაგრამ თუ ეს შესიება დარჩა
დიახ. ხო? მაშინ უკვე ანუ გიდროცელი ქვია, ანუ სათესლე პარკში არის ანუ დიდი რაოდენობის ხო სითხე, ხო, წყალი, რაც ანსაპანიკო არ არის, მაგრამ ჯობია რომ ექიმთან მივიდეს პაციენტი, რომ მომავლისთვის თუ დიდხანს დარჩა ეს სითხე, შეიძლება პრობლემები შექმნას რა. ამიტომ ესეთ შემთხვევაში ძალიან მარტივი ის არის ნართლა ანუ სასწივარი, ანუ შეიძლება გამოიყო ფანარი რა. ანუ ნორმალურად ანუ შუქი არ გადის იმაში სათესლე ბაგირაკში, მაგრამ წყლის შემთხვევაში ანუ გახდება ანუ უფრო გამჭვირვალე რა. კი, დავინახე მე შუქი. ესეთი თემა იქნება რა. და ერთი ბოდიშ გიხდით. ანუ ამას თვით თავის საკუთარი შესაძლებლობებით შეძლებ, რომ დაინახო, გასდის თუ არა შუქი? ანუ შეშფებული კი? შუქი გასდის თუ არა დაინახა? დაინახა. დახმარება არ არის საჭირო. არ არის. კარგი. კარგი. თიგას დახმარება. არა, იმიტომ რომ ცოტა. არა, პირიქით იზა უკვე ვიდა და პირიქით იზა. არ უნდა იქიზა როგორ. აბა საიდა მეტი სადღაც. უკვე ვიდა მიანა. აჰა, უკაცრავად. ეს პრაქტიკა არ ვიცი და. თუ ჰიდროცელი არა აქვს. თუ ჰიდროცელი არა აქვს და ანუ სითხე თუ არ არის. თუ არ არის, ანუ შუქი ვერ გაატარებს რა. ოკეი. ამ შუქ გამტარს და გამჭირვებს ჰიდროცელი და უნდა მიმართოს უროლოგს. შემდეგი ვარიანტი. მეორე თიკა. არ გაცივდეს დავაფარე. მეორე, აი ნახე აქ როგორი რაზ უნდა გავამახვილო ყურადღება, რომ არის ვენები, სიზარღვები. ანუ სიზარღვები. ეს არის ვარიკოცელე, სათესლე ჯირკვლებში არის ვენები, მაგრამ აი როგორც ფეხებზე რო გვინახავს, ხო, რომ ვენების გაგანიერება რო აქვს, ვარიკოზული ვენები, ხო? პრობლემა იმაშია, რომ ვარიკოცელის შემთხვევაში სისხლი გროვდება შესაბამისად ამ ვენებში და სისხლის დაგროვება იწვევს ტემპერატურის მატებას. და ჩვენ მაყურებელმა თუ არ იცის, უბრალოდ როგორც წესი სათესლე ჯირკვალს მაღალი ტემპერატურა არ მოსწონს. და საშიშია იმისთვის, რომ შეიძლება უშვილობა გაუვითარდეს პაციენტს, ამიტომ შეიძლება ერთხარეს. ეს ახალგაზრდა ასაკში კი ეს ბავშვობის ასაკში არის ხოლმე. და ამიტომ მშობლები ძალიან ყურადღებით უნდა იყვნენ, იმიტომ რომ ხა ბავშვმა შეიძლება ვერც მიხვდეს რა ჭირს, მაგრამ ამას შეიძლება უშვილობა გამოიწვიოს უკვე დიდობის ასაკში, ხო? აი ახლა ეს ამობურცული რაც არის ზედაპირიდან, მე ცოტა ესეთი ვენიანი ხერება, ეს არის უკვე ის შემთხვევა, რომ არ არის დასატოვებელი, ასე ვთქვათ, ამ მდგომარეობაში. კეთილი, ესეც უროლოგთან მიდის? თუ ვენების? არა, უროლოგთან მიდის. და ბოლოს ეს არის ანუ თიაქარი. როდესაც ანუ თიაქარი ძირითადად ჭიპის თიაქარად წარმოუდგენიათ ანუ მოსახლეობას, მაგრამ არსებობს კავშირი მცირე მენჯის ღრუს და მუცლის ღრუს და ანუ სათესლე ბაგირაკის გავლით შეიძლება ჩახველებისას, ძიმე საწევისას და ასე შემდეგ ნაწლავი წამოვიდეს და ანუ გააჩნია მე იმის ხრელის დიამეტრი შეიძლება ანუ ჩაიჭედოს და ნუ ეს მწვავე შემთხვევა არის. და ტკივილი ალბათ საშინელი და ნუ ქირურგია საჭიროებს. ანუ ეს უყურადღებად ვერ ჩაივლის. ხო, აი დაახლოებით ესეთი რაღაცა ამოიბურცება. ანუ დავინახავ. ანუ ეს ამ შემთხვევაში ხა ნაწლავია? ეს ეხა რაც არის ამობურცული. ხო, ეს არის ნაწლავი ჩამოვიდა და თიაქარი არის ნაწლავმა შექმნა ეს. ანუ მამაკაცი ხედავს ამას ფიზიკურად, ანუ მამაკაცი ხედავს ტკივილის გარდა, ეს კიდე განსაზღვრელი აქვს. ძალიან საინტერესო ამბავი მოვისმინეთ. ეს ერთი შეხედვით რაღაცა გარკვეულწილად შეიძლება უხერხულობას ქმნიდეს. ამაზე საუბარი ასე საჯაროდ, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ ქალების შემთხვევაში მართლა ძალიან ბევრმა ქალმა საკუთარი თვითგასინჯვით დროულად მიიღო ზომები. ზუსტად ამ მიზანს ემსახურება ჩვენი დღევანდელი საუბარი, ასე რომ მამაკაცებო, რა თქმა უნდა, შხაპის დღე გექნებათ დღეს. ამიტომაც თუნდაც დღევანდელი დღე აირჩიეთ იმ თქვენ რიცხვად, რომელსაც ყოველთვიურად მიუბრუნდებით ხოლმე იმისათვის, რომ გამორიცხოთ ნებისმიერი ცვლილება სათესლე ჯირკვალზე, იმისათვის, რომ უბრალოდ მშვიდად გააგრძელოთ ცხოვრება.